კოალიციამ არჩევნის თავისუფლებისთვის რეგიონული ტურის ფარგლებში დღეს ბათუმში შეხვედრა გამართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება კამპანიის შეგეხებას სამოქმედო გეგმის შესახებ. ასევე განხილვის საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გაჯანსაღების საკითხები. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აგრეთვე კოალიციის მიერ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საკანონმდებლო ტელევიზიას დაავალდებულებს ყველა სატელევიზიო არხის სიგნალი თანაბრად მიეწოდოს მომხმარებას. აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიცია მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვებასაც დაიწყებს. დღევანდელ შეხვედრაზე დაფუძნდა ის ჯგუფი, რომელიც რეგიონში წინასაარჩევნო პერიოდს მონიტორინგს გაუწევს და კოალიციას პერიოდულად დარღვევების შესახებ ანგარიშს მიაწვდის. ეს არის კამპანია შეგეხებას ფარგლებში, რომელშიც ერთიანდება ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქე, რომლის მიზანი არის ნორმალური საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება და ამის ხელშესაწყობად როგორც საკანონმდებლო წინადადებების მომზადება, ისევე მუშაობა იმისათვის, რომ აწარმოოთ მონიტორინგი და არ დაუშვათ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების ფაქტების გარკვევა წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ გარდა თბილისისა გავდივართ რეგიონებში. კოალიციამ დაიწყო დღეს არ აქვს რამდენიმე დღეა დაიწყო რეგიონებში გასვლა, მათ აქვს შეხვედრები მოქალაქეებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან, ადგილობრივ პოლიტიკურ გაერთიანებებთან, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ყველა რესურსი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნორმალური წინასაარჩევნო გარემო.